დილა მშვიდობისა ხალხებო. როგორ ახართ რაშვებით, როგორ გიკითხოთ. თეკლა მეხმარება. ჭკუაზე არა, ჩიფსებს მილაგებს და სნიკერს მიწმენდავს. ჩვენ საქმე რახან არ გვაქვს, მთელი დღე გავდათ და ხან აკაურობას ვალაგებ, ხან რაღაცა და ხან კიდე რაღაცა სუვალაგებთ. და გული ფაუნდებს აქვს ჩემს უფროს ერთი პერს ვერ იპოვეს. ვიდეოს ვერ ვდებ. დამესალაპარაკო არ მაქვს ამიტომ. უბრალოდ დილით მოვიდო სამსახურში 2 საათი უნდები ხოლმე მხოლოდ დალაგებას. და ჟემეთ. ეს მაგალითად 3 საათი მოვიდო. მე საფრთხე რომ მივდივარ, უნდა დავიძინო. შეგას კანცინანცი აქვს, ადენი მაინც ატეხილი. ხანა? აისა. შეიძლება ოკეი, აი რაღაც სულ მე როგორც მე მინდა რომ იყოს ხოლმე და ხანდა ხოლმე რომ არ ვიტყოდი იმას რომ ეს არ იყოს ისე და მომიხარ არა ეხლავე ჩალაგი არაფერი არ უნდა აქ რამაიდა დეწეოდა თორეა ჩოდა მიცია და გადავხედე რა ეს რამდენიმე ადამიანი დავდიოდი კომენტარებიდან გამომდინარე ეს თეკლას ჩაწერილი ვიდეოა ემოციები მამიდები ფეიქ აკაუნტები და აუწერეს აფროდალდო ესენი არ ეტევა რამდენი წელი დაგჭა 2 დამანახე მაღლა უკან ჩადე უკან არა ეს ის რომ გვამჩერჩეს წავედი მე სიგარეტი არ დაგავიწყდეს წადი მალე მივიდება ხო და იცი რა ვერ გავიგე მამამისისაც ვერ გავიგე იდეაში და ბევრის კომენტარით ვერ გავიგე იდეაში. ჩვენი კონტენტი ხო იმას მოიცავს, რომ წავედი. ვლაპარაკობთ ყველაფერს. ხო? რა იყო, როგორ, რანაირად, საიდან სად მოვედი, ეს თქვენს კარგად იცით. ლაწირაკიო თეკლას რო ეძახით რომ მამას დააყვედრეო სახლის დალაგებაო დააყვედრე კი არა 14 წლის ბავშვს არ უნდა დაავალდებულო რომ სახლი ალაგოს თეკლამ სახლის დალაგებას კარგად იცის საჭმლის გაკეთებას კარგად იცის და საერცხიც და ერცხოს კარგად იცის როცა ჭირდება როცა მე დაკავებული ვარ დაუშვათ ხო ან დაღლილი მივდივარ სახლში ახლა უყურე სამსახურში მოვდივარ დილით. აი, მინიმუმ საათნახევარი ავიღოთ, მხოლოდ დალაგებას უნდა. მე ვდგავარ სულ ფეხზე. 11:30-ზე ვამთავრებ. ან 12-ის ნახევარს. მივდივარ სახლში. იქაც ხო საჭმელი გასაკეთებელი. იქაც ხომ არის სახლი დასალაგებელი. ყოველდღე უნდა დაალაგო სახლი, არა? არ არსებობს ყოველდღე სახლი არა ყოფილა შემთხვევა ერთი დღე მაგალითად არ დამიგვია და აქ იტალიაში ძალიან მტრიანი ქვეყანა არ ვიცი მტრიანი და ნესტიანი ერთი დღე რომ არ გამოვგავო მე დაუშვათ გავახალტურო ხო იმდენი ბურტყელს გამოვიტან სახლიდან თითქოს 1 წელი არ დაგილაგებიაო ერთი დღე რომ არ დავალაგო წარმოიდგინეთ აქედან გამომდინარე მეხმარება საბუკამ მეხმარება თეკლა, რა თქმა უნდა მეხმარება ანტონიო ძალიან, იმიტომ რომ
ვახში მის მერე მე ჭურჭლის და არის უბრალოდ არ შემიძლია. მე საღამოს მოვდივარ ხოლმე კიდე სამსახურში 1 საათით. ის 1 საათით სულ ფეხზე ვდგავარ, სულ რაღაცას ვაკეთებ, აქ ჭიქები, ჰაიპაი თემები. სახლში რომ მივდივარ საათნახევარი, 1 საათი მინიმუმი საჭმის გაკეთებას ვუდები. იქაც ხომ სულ ფეხზე ვდგავარ. და რო დავჭდები და ვჭამ, უკვე არაფრის ტრაკი არ მაქვს. სროიამ სიტყვის მნიშვნელობით. იქიდან გამომდინარე ჭურჭელს მე არ ვეცხოვ სახლში, საერთოდ. მადლობა ხმეთს რომ ეხმარებიან. უფრო მეტად საბუგა და ანტონია. და შენ რო 14 წლის ბავშვს წარმოიდგინე მე როგორ ვიღულები, ხო? და 14 წლის ბავშვს რომ ივალდებულებ, მე რა რომ ამახარ. სულ აქვს ფული, როგორც სომეხსო თუ თათარსო, ტილი არ გამოელევაო. ისე გიორგის ფული არ გამოელევა, სულ აქვს ფული, მაგრამ ბოზანდღარებს ვინ შეტენის, ხო? მე უთხარი, მე აქედან წინადადე მომქონდა და შეთავაზება გიორგისთან, რომ გიორგი მეთქი ბავშვს ძააუყვანე, ჩემთან არ უშვებ, ოკეი. მე შენ ფულს ფულად არ მოგცემ, მე უთხარი. დედა ჩემთან რო იყვნენ ბავშვები, მე ვინახავდი ჩემ შვილებს, არაფერი არ ეკნდათ. მაგრამ რადგან გიორგი გამოვიდა, ხო, და ჩამოვიდა, მე თავი ვალდებულად არ ჩავთვალე, რომ ბავშვების მეჭმივნა, იმას რა უნდა ეკეთებინა, ხო, მუშაობ შენი შვილებისთვის და შეინახე, კაცო თუ მაგარი კაცი ხო. აქედან გამომდინარე, მე გიორგისთვის კაპიკი ფული არ მქონდა გაგზავნილი. თეკლას კი. საბას რა თქმა უნდა ყოველთვის. და ჩემს ფულს აღარ ვიგზავნით. ბავშვები რო ჩამოვიდნენ, ოთუნა და თეკუნა, მე ნათქვამიც მაქვს, გიორგის ერთი თეთრი არ დაუდი არც მინდობილობაზე. ერთი წამით არ ვფიქრე, რომ ბავშვებს პასპორტი ქონდათ შესაძლებელი და ელემენტარული პასპორტის მისული იყო და თქო თქმა უნდა გადავიხდიდი. ჩამოვიდა თეკუნა და მამამის ეუბნება ფული მინდა რა. და ჯერთი როგორი დაბალი დონის კაცია, რომ დაბალი დონის რა გაგებით, ანუ მე სირცხულება ეგ ადამიანი ძალიან, მაგრამ მიტყდება ეგ ადამიანი და პირშიც მაქვს რა თქმა უნდა. დედა შენიო, აქო გიგზავნიდეთ, აუ საიდან საწადავდე, მოიცი რას ვიძახდი. ფულს არ ვუგზავნდი გიორგის, მაგრამ მე უთხარი, რომ გიორგი მეთქი, ოთუნას ძიძა აუყვანე. რამოდენიმე საათით ბავშვი ბაღიდან რო გამოვა, მე უთხარი. ძიძასთან იყოს, რომ თეკლას არ დაეკისროს ესვალდებულება. საჭმელი გააკეთო სახლში და მე არ აქვს ამ საათში 10 ლარი, ხო? ამბე 4 საათი ხა 40 ლარი. ბავშვი ბაღიდან გამოიყვანე, ბავშვი სახლში იქნება. საჭმელი გააკეთე და ელემენტარული სახლი მიალაგე, ხო? თავიდან ვითომ ეძებდა, ეგ იდიოტი. რა თქმა უნდა, ყველანაირად გვერდში დაკითხები, ნახევარ თანხას მე გადაგიხდი. არანაირი ძიძა, არანაირი არაფერი, დამივალდებულად ეკლა ყველაფრის კეთებაში. და თან რაღაცები მავიწყდება და გზა ვიხსენებ. ნუ ერთი სიტყვით. ერთხელ იყო თეკლა სკოლისთვის, თეკლას უნდა ჩამთა, თეკლას უნდა რაულები და ანუ რაც ხდება რა ეს სასკოლად რომ ამზადებთ ბავშვებს და მე ვუთხარი რომ ფულს გამოუგზავნით თეკუნას თქო 200 ევროს თქო წავიდი სტანსმელიც იყიდოს ჩანთაც ყველაფერიც და ვამ გაუხარ და არა 600 ევროს გზავნიდი და როთუნაც მინდოდა ბაღისთვის გამომზადებინა და მე საბუკას რო ვუთხარი რომ დედი მეთქი ესე და ესე ფული უნდა გავუგზავნო იმათ და შენ რამდენი გჭირდება თქო ნუ ამდენიო ხო მითხრა არ მახსოვს მე საბასთვის როდის მე რამეზე უარი მეთქვას ყოველთვის ყველაფერს იღებდა რაც ჭირდებოდა
და მე ვთქვი იმათაც უგზავნი ფულს თქო და სამ მეუბნება ეს რაღაცას რომ არაო დედაო ისქენიო ქვია ფული მე ჩამირიცხეო მაგათი ჯერთ მაგდენთან ხარ სჭირდებაო ფული მე ჩამირიცხეო მე ვუყიდიო წავიყვანო თეკუნასო წავიყვანო ოთუნასო რაც სჭირდებათო ყველაფერსო ვუყიდიო აი ფულიო არ მიცეო რა დამაფიცათან ხონა ოკეი, რა პრობლემაა ახლა. თუ უყიდი იმას, რაც ბავშვს უნდა, ფული რაზე გაგვგზავნა, რა მნიშვნელობა აქვს? ხო, ის ფული მაინც იმაში უნდა წავიდეს, რაც ბავშვებს სჭირდებათ. და ვეუბნები გიორგის ასე რაღაცას, რომ გიორგი მეთქი. ფულს აღარ გზავნი თქო და რაც სჭირდებათ ეკუნას მეთქი და ოთუნას თქო, საბუკა უყიდი, საბუკა წაიყვანს და ბავშვები თავისთვის მოგვარდებიან თქო. და გიორგის სიტყვა ტრაქში გაიკეთე. არაფერში არ ჭირდება. ძალიან გამიკვირდა, ან ფული უნდა აშკარად, ალბათ გადათვალა 600 евро, რომელი ხალთან მიეხარჯა. ხოდა ანუ აქ ჩამოვიდნენ ბავშვები, ხა გავაგზავნოთ. ესე წერონ ბუტბუტებდი. თეკუნა მოთხოვა ფული, მე თეკუნას ტელეფონი დავუმტვრიე. წყობილებიდან გამომიყვანა და მე არ მიყვარს ნერვებზე რომ მეთამაშები. ან ვინც გინდა ის იყოს. ადრე უფრო მეტად მომთმენი ვიყავი, ფეთქებადი ყოველთვის ვიყავი, მაგრამ მოთმინება ყოველთვის მქონდა. და ტელეფონი ჩამოვართვი და ვეუბნები რომ სიტყვებით მეთამაშებოდა რა. აღიზიანებდა. თეკუნა მეთქი ამ ტელეფონს ისე გავისვრი, თვალს არ დავახამხამებ თქო. განა იმიტომ რომ თეკლაზე არამით მაღლა გავარდა ძლიერივად რაღაცა არა. აბა გაბედეო, აი მან გადამეკეტა და მივამსვრი ეს თეკუნას. რაღაც ბანძი ტელეფონი ქონდა iPhone X-ი თუ რაღაც. ურეკავს მამის. და ნახევარ ფულ მე ვთქვი გიყიდით. ნახევარ ფულს მე და კიდევ მე ვთქვი ნახევარ ფული მამაშენმა. იმ დონის სირცხვილი კაცია ლაპარაკადაც არ ღირს. მეწოდება ის ქალი ვინც მის გვერდით იქნება. მე არც გამიკვირდა რომ გიორგი ესე მოიქცეოდა. იქიდან გამომდინარე რომ ჯული კარგად იცით ხომ გიორგის შვილი. გიორგი საერთოდ ყურადღებას არ აქცევდა, მის ცოლს უდაშორდა. და იმდენი ვქენი რომ ვალდებულად ვხდიდი ბავშვის დაბადების დღეზე. გაეღო რაღაც, სასექტემბროდ გაეღო რაღაც და საახალწლოდ გაეღო რაღაც, თუ სხვა არაფერი აი ამ დღეებში ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა. ჩემი დამსახურებით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საბას ბებიამისის და მამამისის მხრიდან არაფერი არ მოკლები. და ყოველთვის ვეუბნაოდი რომ აიღე მეთქი მაგალითი კაცო აქ ცხენია, შვილია ბოლოს. და იგივე თამაშს თამაშობს, ყლეს დაიკიდა ბავშვები და სულაც არ უნდა გიკვირდეთ თეკლას ეს დამოკიდებულება, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მამამისი არ უყვარს ან რაღაც. უბრალოდ რომ ხედავს ესეთ რაღაცას, ხო? სტრინს. და მე კიდე როგორ რაღაც სათამაშებს იცი? სამსახურში გაატყნა თეკლამ ფაქტი ერთი-ორჯერ და აი შვილო, მოსული ვარ და ვიღაცას ვეხმარები. ისატყუებში ხო არა. ბოლო 13 წელი შენი ცოლი ვიყავი, როგორ ნანოფ ამწლებს, ერთადერთი ამწლება რაც მომცა ეს არის ჩემი შვილები. დანარჩენ ყველაფერს ნანო და ძალიან მაფრთხილებდნენ კიდევაც, რომ ოღონდ მაკაცთან საქმე არ დაიჭირდა. ეგრე ცალკე ისტორია და ცალკე თემებია, მაგრამ ხეცი რაც წერი არ აქცდება და ჩემ თავს მე თვითონ გავუჩალიჩე თორე. უშტა მადლობას მიხდიდეს, რომ ის გვერდით ვიყავი. ეგ ბანდი. Так что იმის თქვა მინდა რომ ნუ ამტყუნებთ ბავშვს რა. კარგ მამაზე ამ ცუცებს აიტყვის. რომელ მამობაზე მელაპარაკები არც რა ეკავს იქ ჩემის. ალბათ ახლა სხვა ყავს შერჩეული სხვა შვილები უნდა კი.
Короче, შემიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკო ამ თემაზე, ისე რომ არ გავიღალო. მე უკვე დავიღალი მაგ სირის ხსენების. კომენტარები. ისევ იმაზე მაქვს, არ მაქვს გაშვებული ესე თავისუფლად, რა თქმა უნდა და არც გავუშვებ თქვენაირი სირების გამო ჰეითერებს გულისხმობ. რომელი კომენტარის გამისწორდება დაიდება, რომელიც არ გამისწორდება, არ დაიდება. ან აბსოლუტურად ყველა კრიტიკა, ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის იდება. არ იდება მხოლოდ ის, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს. და ესეთი არის მხოლოდ 2-3 სირი. სხვანაირად ვერ მოგიხსენიებთ. გეძინა? კაი, ხო ჩემი და კოფეინა. რომელი კაპუჩინო? მოიტარდა. რაღაც შემდგარი. ამ სხვა არის. ხო და წავედი ხე გაკოცე ძალიან ბევრი, ჩემ და იკოს ყავა უნდა გავუკეთო. გუში ხო იცი ის მოვიცო, გინდა თუ არა რამე, გინდა თუ. ხო, კალო, შენ შურმა ცალკე თავი დაგიფასა, ამათ ეს გველაჭო. ამა ხო ცალები გავუნაც და იფიქრა ლუც მომცემსო და კოკოლა ფანტაგინა ნამგრაცია. ყველაფერი ხო ხედავ მეთქი რა მაგრები არიან მეთქი. Так что ხალხო ისა. ბიჭო, ნუ ახსენებთ რაღაცა. ხო, გოგო ვისა ვიდეოს მე რა. მოდი მანამდე მე შეყავა გავაკეთოთ და კია და თან განახებთ როგორ ვაკეთებ კაპუჩინოს. არა, ფრთხილად დიღავი. იგივეა რა. ზედმეტი ლაპარაკი. მეთქი ვაიმე. ოჰიმე. მეთქი ვით დაუმსახურე. ბეგინ მომიზეთ გადაგი ხოლმე გავაკეთებ. არა, რა მნიშვნელობა. ამ ჩემთვის ძალიან დიდი. წადი შედე. აი შეშედე. და ისე წყალი არ გამიგხავს? ძლებს დავამუღამე როგორ დღეს მოგემსახურები და ვირა ხასიათი ვიფერე. შენ რომელზე მიდიხარ სამსახურში და აბსოლუტურად. აი ხოჩა რა ჩამწაფე ხო. Ciao ragazzi. Tutto bene? როგორ ხდება უკვე მზად არის, მაგრამ არა. აი ხლა მზად. Пам-пам-пам. Пара-пам. ეს სიტყვით ხო, ეს ამბავია რა და. აი უნდა ამას. ძალის დემონსტრირება გვიწევს. მეკებ მოკიბული ბაზარი და ეს გიორგის გაправებები და გამართლება. გიორგი რა შუაშია? ანუ იმაზე ვიძახ, სათქმელი რო არ ყოფილიყო, ეკლა არაფერს არ იტყოდეთ, ხო რა? არ უნდა დაევალდებულებინა ბავშვით, ხო? იმ ყველაფერში. მოდი მაგ თემასაც შევეშვით სამუდამოდ არ შეიძლება. შევეშვით მაგ თემასაც და შევეშვით მაგ არაკაცსაც. ეს უკვე გაიცე. გიცი. არა, დადი, აქ ყავას ვაკეთებ, დადე. მოკლედ. მოეშვით სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფასაც საჭიროა იმას ვიძახით და გაგებინებთ რაც არის საჭირო, ესე იგი არ არის საჭირო რომ ველაპარაკოთ ხო მე მგონი და ყველამ თავის ცხოვრებას მიხედავს. ამიტომ მე თვითონ ვიყავით რა. არ შეიძლება ეგრე. და მეს ბავშვი მაგიჟებს როგორ მინდა ხანდახან სახით ვათრიო, იცი? არ განა არ ვათრევ ხოლმე, სახითაც ვათრევ და იმის იქითაც მაგრამ აკიდანდი. აი ისეთი და ისეთი აი კაპუჩინოს ვაკეთებ. ეს არის კაპუჩინოს მოეწონა. ანუ იმათ ვაიქნე მოეწონოს ხოს მაინც. ხო, ხანი სათქალ თვალე. არა, ძალიან კარგი ძევარ თუ მეჩვენება. კოფე. იქნება და გულები თაფის. შენ კიდე ზამანი გიდა და ირა დავშტებები. მე მევხვდა რომ ქართული ხალხი. აი ეს ხალხო.
ხრით ჭიქას, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიონალიზმში ეჩვეყოვარდნებარებ. ჯერ ზე, მერე ცოტა მოურიოთ და წავიდა ქაფი. YouTube-ზე რა გინდა? დოდოზე. ეს ვერ დავამუღამე როგორ შვებიან. იმენა ლომფხვი ვარში. მომივიდა გასიძე და ნახეთ პროსტა არაფერებია. დავწი. გამორთე, განა დაუწილე. მერე ვაკეთე რა თქმა უნდა კაკაოს ზემოდან. ბოლო კაპუჩინო. რა თეჯის იქ დამაცმენია. მაიცა ქალო ვიჭორაო დედა გათიშევიდე. აი ქალებო. აი კაცებო ეს ნახეთ. ვი. აჰდაო. ცეცხლე. ცეცხლე რა არის დედა. მაიცა ფაჭაფაჭა უვიდე მე კაპუჩინო სვა. და გათიშეთ სვეტში ლაპარაკი გონდა ახლა. ნატო რა ხდება? კაი ხალხო გაკოცეთ ძალიან ბევრი. პაკა.